გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ქართულ ველობლოგს და დღეს ვისაუბრებთ ველოსიპედის მოპარვისგან დაცვის საშუალებებზე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დღემდე არ არსებობს ველოსიპედის საიმედოდ დაცვის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით 1000 ველოსიპედს იპარავენ. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ სამართალდამცავები ერთი შეხედვით თითქოს თავს არ იკლავენ ველოსიპედის კურდობის საქმეების გამოძიებაზე. სინამდვილეში ეს ალბათ ასე არ არის. აქ უფრო პრობლემა იმაშია, რომ ველოსიპედი არის ყველაზე იოლად მოსაპარი და რთულად საფორნელი სატრანსპორტო საშუალება. ამიტომაც არის ზუსტად ამდენი გაუხსნელი საქმეები და ამიტომაც არის ზუსტად ერთნაირი მდგომარეობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს დაცული სადგომი იქნება, სამეთვალყურეო კამერებით კონტროლირებადი პერიმეტრი იქნება თუ რა იქნება. ველოსიპედის დატოვება არსად არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასევე არ შეიძლება ველოსიპედის დატოვება ავტოფარეხში თუ არ გაქვთ საიმედო საკეტი და კარი და სარდაფში. იმიტომ რომ სარდაფსაც გატეხავენ და ავტოფარეხსაც შეიძლება იქ გაცილებით ბევრად უფრო მატერიალურად ფასეული ნივთები გქონდეთ, ხელს არ მოკიდებენ, მაგრამ ველოსიპედს აუცილებლად წაიყვანენ და ზუსტად ველოსიპედის გულისთვის გაგიტეხავენ სარდაფსაც და ავტოფარეხსაც. რაც შეეხება დაცვის საშუალებებს, უმეტესად ეს არის ტროსი, ბოქლომი და ჯაჭვი. მოდი განვიხილოთ ეს სამივე თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით და ვთქვათ, რომელი რითია სასარგებლო და რომელს რა სუსტი წერტილი აქვს. დავიწყოთ ყველაზე გავრცელებულით ტროსით. ტროსი ყველაზე გავრცელებული დაცვის საშუალებაა. გამოიყენება ველოსიპედის მისაბმელად ბოდზე ან რაიმე ისეთ საგანზე, რომლიდანაც მოხსნა და წაყვანა ადვილი არ იქნება, თუმცა ეს ერთ შეხედვით და თეორიულად. სინამდვილეში ტროსი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია იმის გამო, რომ ფასი აქვს ძალიან დაბალი, მაგრამ ასევე ყველაზე ადვილად მოხსნადი და ყველაზე არასაიმედო დაცვის საშუალებაა ჩემი აზრით. იმიტომ რომ ტროსის გადაჭრა ძალიან ადვილია, ჩვეულებრივი დიდი მკვნეტარათი, რომელიცაც ზურგჩანთაში ჩაიგდებს ადამიანი, ატარებს სადაც უნდა, ყურადღებას არ იქცევს და სულ რაღაც 10 წამი სჭირდება იმისთვის, რომ ნებისმიერი სისქის ტროსი გააკვნიტოს დიდმა მკვნეტარამ. შესაბამისად, ველოსიპედის წაყვანაც ძალიან სწრაფად და იოლად არის შესაძლებელი. შემდეგი ფართოდ გავრცელებული საშუალება არის ჯაჭვი. ჯაჭვი ტროსისგან განსხვავებით მსხვილი ფოლადის რგოლებისგან არის ჩამოსხმული. ეს რგოლები ერთმანეთთან შედუღებულია, შესაბამისად ვერც გახსნი და ასე იოლად ვერ გაკვნიტა ვერანაირი მკვნეტარათი. საჭიროა უკვე აკუმულატორიანი ბალგარკა, რომელიც საზღვარგარეთ თითქმის ყველა მომპარალს აქვს. ჩვენთან ჯერჯერობით ამის ფუფუნება მომპარავებს არ აქვთ. ჯაჭვის გადაჭრას ბევრად მეტი ხმაური და ბევრად მეტი დრო სჭირდება, შესაბამისად მომპარავმაც ძალიან დიდი დრო უნდა დაახარჯოს თქვენი ველოსიპედის დასაყვანად ჯაჭვის გადაჭრას. ამიტომაც უფრო ნაკლები შანსია, რომ ვინმე ამით დაკავდეს. დაინახავს ადამიანი ველოსიპედი დამმოყავთ ჯაჭვით, შეეშვება და წავა მოძებნის ისეც, რომელიც უფრო იოლად წასაყვანია. მესამე გავრცელებული საშუალება არის დიდი ბოქლომი. ბოქლომი საკმაოდ მაღალი ხარისხის ფოლადისგან არის, მას ესე იოლად ვერ გადაჭრი, მას ესე იოლად ვერ დააზიანებ, თუმცა ფასიც საკმაოდ მაღალი აქვს, ამიტომ შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული. მისი ფასის რამდენიმე $100 აღწევს ხოლმე და ფასთან ერთად არის ძალიან მოუქნელი, მძიმე, სატარებლად შესანახად უფრო პრობლემური, რთული, ამიტომაც ბოქლომს ნაკლებად ეტანებიან. ჩემი აზრით და შეფასებით ყველაზე საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ველოსიპედისადმე დააბა ცოტა ხნით ხანმოკლე დროის განმავლობაში, ეს არის ჯაჭვი. ჯაჭვებიც არის სხვადასხვა სისქის და ხარისხის, ფასებშიც სერიოზული სხვაობა, იწყება სადღაც 30-35 ლარიდან და მიდის ზევით სამნიშნად ციფრებამდე. თუმცა მსხვილი და უფრო მძიმე ჯაჭვები ძირითადად არის მოტოციკლებისთვის და მოპედებისთვის. ველოსიპედისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი არის აი ეს ჯაჭვი. ეს არის ტონიონის ჯაჭვი. თქვენს კარგად ნახეთ, საიდან ამოვაზრინე, აი ამ პატარა ჯიბეშია შენახული.
საკმაოდ კომპაქტურია, პატარაა და ღირსი აფიც. აი ეს ჯაჭვი ღირს დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ღირს ხარისხიანი ტროსი. მე ვიყიდე 3-4 წლის წინ 25 ლარად. ეხლა დაახლოებით 30-35 ლარის ფარგლებში ღირს ქართულ ველო მაღაზიებში იყიდება და ვთვლი რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია ველოსიპედის დასაცავად. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ველოსიპედის დიდხანს დატოვება არსად არ შეიძლება და დასაბმელი საშუალებებიდან ყველაზე ეფექტური ფასისა და დაცვის საიმედოობის თვალსაზრისით არის ჯაჭვი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ არსებობს არანაირი საიმედო საშუალება, ნებისმიერი ჯაჭვი შეიძლება გადაიჭრას, ნებისმიერი ტროსი შეიძლება გადაიკვნიტოს, ნებისმიერი ბოქლომით შეიძლება გადაიჭრას. ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ველოსიპედი არ მოგბარონ, ყოველთვის უნდა იყოს თქვენთან ერთად. სახლშიც ბინაში ჯობია დააყენოთ, ვიდრე სარდაფში ან ავტოფარეხში. ჯაჭვით, ტროსების და ბოქლომებით იყიდება ქართულ ველო მაღაზიებში, არჩევანი ფართო, ასე რომ თქვენი გადასაწყვეტი არ ასაირჩევთ, რა შეიძენთ, მე ჩემი გითხარით. ყველას წარმატებას გისურვებთ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.